კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოადგილესთან გიორგი სიბაშვილთან ერთად სოფელ შალაურის მოსახლეობას შეხვდა. გუბერნატორის განცხადებით იმისათვის, რომ ახალ მთავრობას საშუალება ჰქონდეს თითოეულ ოჯახს სტიქიისგან მიყენებული ზარალი სრულად დაუნაზღაუროს, იგი მზადაა სამთავრობო გუნდთან ერთად დაზარალებულების ხელახალ შესწავლაში დახმარება გაუწიოს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა იმ 80 მილიონ ლარზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მოტივით ჩარიცხა. ჭიაბერაშვილის თქმით, თუ რა თანხები გამოიყოფა კახეთში ზარალის სრული ანაზღაურებისთვის, პრემიერ-მინისტრი განცხადებას პარლამენტში ბიუჯეტის განხელვაზე გააკეთებს. თქვენ კარგად იცით, რომ წინა მთავრობამ, ჩვენმა ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებამ თითოეულ დაზარალებულ ოჯახზე ზოგ შემთხვევაში 500, ზოგ შემთხვევაში 1000, ზოგ შემთხვევაში 1500 ლარი გასცა და ბუნებრივია შეაკეთა სახურავები. ზარალი გაცილებით დიდი იყო და ახალი მთავრობა აცხადებს და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომ ზარალის სრული ანაზღაურება მოხდება. პირადად მე როგორც გუბერნატორი, ალბათ თითოეული ადამიანიც, რომელიც ნებისმიერ ასეთ საქმეზე ჩვენი მოვალეობა არის, რომ ვიყოთ ჩართულები, გამოვთქვათ სრულ მზადყოფნას, რომ ახალ მთავრობასთან ერთად სია ჩამოწერილია დაზარალებული ადამიანის, უბრალოდ ხელახლა მოხდეს შესწავლა, რა ხელა არის სრული ზარალი, რათა ახალ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, რომ თითოეულ ადამიანს მისცეს სრული ანაზღაურება. ზოგ შემთხვევაში, როგორც პრემიერ-მინისტრ ივანიშვილმა თქვა, ეს შეიძლება იყოს 50000 ლარიც, ზოგ შეიძლება გაცილებით ნაკლები. 80 მილიონი რომ უკან დაიბრუნდა ივანიშვილმა, ხალხი ველოდებით ამ დახმარებას. ყველა, მარტო მე კი არა, ყველა მთელი სოფელი დაზიანდა სახლები, ხო უნდა იმას შერემონტება, გაკეთება. აი ხალხი ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ. ვენახები დაზიანდა, მთელი ხეხილი დაგვიზიანდა. ეხლა ამ ბიძინა ივანიშვილის ხალხსა თხოვთ, რომ აი ეს რაც გვეკუთვნის, რაც არის დაგვეხმაროთ, რომ ამოვიდეთ ამ გაჭირვებიდან შვილო. იგრე ვართ, რომ დაიჯერეთ ლუკმა პურს ძლევავ შოულობ. იგრე გავნადო ბოსტანი ჩვენ არა გვაქვს, ხახვი ჩვენ არა გვაქვს და არაფერი ქვეყანაზე. საჭირო კიდევ არ დახმარება, იმიტომ რომ არ მეყო ის სახსრები, რაც დამეხმარებიან. თუ დამეხმარებიან, რას ვიზავთ, თუ არ დამეხმარებიან, რა უქნა ეხლა. კი, დახმარებას კი პირდებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია მის შესახებ.